როდესაც მივწერდი გელოდები ძალიან მიყვარხარ. შენად ძალიან რთული, აუცილებლად მომივიდოდა პასუხი. მალე გავთავისუფლდები, ასე რომ მეუბნები მე უბედნიერესი ვარ. მალე მოვალ. საკუთარ მესიჯებს ნინო კანდელაკი ახლა დეფის რომანში კითხულობს და კვლავ წარსულში ბრუნდება. როცა კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ისტორია კი, რომელიც დავით დეფი გოგიბედაშვილმა თავის რომანში ბაღებში ასახა, რატომღაც ძალიან გავს ნინოსა და ერეკლეს ცხოვრებას. დეფიმ რომანი 12 დღეში უცნაური გრძნობით დაწერა. მდგომარეობა ჩემი იყო გაწონასწორებული ეიფორია, შემიძლია ესე ვთქვა რა, ზუსტად გაწონასწორებული ვიყავი ბოლომდე, რას ვიცოდი, რასაც მოგეთებდი, მაგრამ შინაგანი მქონდა ეს ეიფორია. თითქოს ვიყავი პლანეტა ორბიტის გარეშე. გრძნობდი რომ მზის სისტემაში ვარ, ან გავწდი მზის სისტემას, მაგრამ ორბიტაზე არა ვარ, მაგრამ მაინც მოძრაობ. ავტორმა წიგნი ცხელი აგვისტოს დღეებს მიუძღვნა. გამოგონილი აქ მხოლოდ სიყვარულის ისტორიაა. თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ მის წარმოსახვაში არსებულ გმირებს, ლელიოს და გიგლას რეალური პროტოტიპები ეყოლებოდათ. აღმოჩნდა, რომ რომანი თბილისში ერთ-ერთი წყვილის ცხოვრებას მისტიკური სიზუსტით ახსენდა. ავტორმა ამის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა რომანი სტუდენტებს წაუკითხა. ვიცოდი ზოგადად, რომ ეს წარმოსახვაა ჩემი და რეალობა ერთად. მაგრამ არ ვიცოდი თუ ეს ეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის თავზე იმდენად დიდი სიზუსტით მიიღეს, რომ მართლა არსებობს ასეთი რამ. ფიქრებიც კი, სიზმრებიც კი, შინაგანი სამყარო ეს ინტროვერტული რაც ჩადის, იმდენად ემთხვევა გარეგან ექსტრავერტს, რომ არ ვიცი, it's a magic. ამ წიგნში უამრავი ისტორია არის, პირადად ჩემი ცხოვრებიდან, ერეკლეს ცხოვრებიდან, ჩვენი მეგობრების ცხოვრებიდან. თავიდან არ არის აქ საუბარი რაღაც ერთ ეპიზოდზე. პირველივე თავიდან ჩვენი ცხოვრება, აი ნუ არ ვიცი როგორ გითხრათ, ასლი არის, ფაქტიურად ასლი არის. ბაღებში ლელიო და გიგლა ერთმანეთს გამთენიისას შორდებიან. ასე იყო რეალური წყვილის შემთხვევაშიც, როცა კაპიტანი ერეკლე ნინოს აგვისტოს ომში წასვლის წინ ემშვიდობებოდა. ახლა შეყვარებული წყვილის ისტორია მხოლოდ ბაღების ფურცლებს შემორჩა.